ძვირფასო თანამემამულენო მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო და აქტუალურ საკითხზე, რომელიც უკავშირდება აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობების მორიგ დაძაბვას და პრინციპში აზერბაიჯანულ მედიაში უკვე საკმაოდ ღიად ჟღერს მუქარები რუსეთის მიმართ. რა ტიპის მუქარებია ეს, რა მიმართულებით და რატომ გააჩნია აზერბაიჯანს ეს პოტენციალი ღიად ემუქრებოდეს რუსეთს? ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ დაწვრილებით ამ დღევანდელ ანალიზში. პირველ რიგში გთხოვთ რომ აუცილებლად დაალაიქოთ ეს ანალიზი, ეს არის ჩემი საქმიანობის ასე ვთქვათ, მხარდაჭერა გარკვეულწილად, რადგანაც YouTube-ის ალგორითმებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს, ასევე დაწერეთ თქვენი მოსაზრებები და შეგიძლიათ რა თქმა უნდა გაავრცელოთ ეს ვიდეო სურვილისამებრ. ძვირფასო თანამემამულენო, ესე იგი ჩვენ ზოგადად 1 წლის წინ, როდესაც რუსეთმა ჩამოაგდო აზერბაიჯანული სამოქალაქო თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან რუსეთში მიფრინავდა და გროზნოს თავზე ჩამოაგდეს, ძალიან დაიძაბა რუსეთ-აზერბაიჯანული ურთიერთობები. ამის პარალელურად ჩვენ ხედავდით, რომ რუსეთს რეალური სურვილი გამოძიების თუ რა მოხდა, არ ქონდა. რას უკავშირდება ეს? ბევრი სპეკულაცია შეიძლება არსებობდეს ამ საკითხზე. მათ შორის აზერბაიჯანული მხარე რეალურად არ გამორიცხავს მიზანმიმართულ მოქმედებებს, თუმცა ამის დადასტურებაც ნამდვილად ძალიან რთულია, მით უმეტეს, როდესაც რეალური წმდომა აზერბაიჯანს არ გააჩნია რუსეთის იმ პასუხისგებელ პირებზე და სამხედრო ობიექტებზე, სამხედრო სტრუქტურაზე, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება და შემდეგ განახორციელა, რადგანაც საუბარია, რომ პანცირესის მეშვეობით, საერო თავდაცვის სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს, ნაწილობრივ დააზიანეს უпростоრედ და შემდეგ ჩამოაგდეს, მაგრამ მას ჰქონდა საშუალება და რეალურად ყაზახეთში დაეცა, ანუ რაღაც პერიოდი ჰაერში იმყოფებოდა. ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი ურთიერთობების დაძაბვის აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის. თუმცა არა ერთადერთი. სხვა ფაქტორი, რა თქმა უნდა, უკავშირდებოდა იმას, რომ რუსეთს სურდა თავის დროზე ყარაბაღში მაინც თავისი ეგრეთ წოდებული სამშვიდობო ძალების შენარჩუნება. რეალურად ეს არც აზერბაიჯანის და არც სომხეთის ინტერესებში არ იყო იქ რუსეთის ყოფნა. ცალკე საკითხი არის, რომ სომხეთის ინტერესი, რა თქმა უნდა, იყო რომ ყარაბაღში სომხური მკვიდრი მოსახლეობა დარჩენილიყო, თუმცა ეს ცალკე პროცესია, იქ იყო ალტერნატივა თავის დროზე სკანდინავიური მშვიდობის ყოფილების, თუმცა რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ალტერნატივა არასდროს გამხდარიყო რეალური და ამიტომ პრაქტიკულად ბოლომდე მიიყვანა თავისი ეს პროცესი. საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთი ძალიან განაწყენებული არის მათ შორის იმისთვის, რომ მოუწიათ აზერბაიჯანის ხელისუფლების ქმედებების შედეგად პრაქტიკულად მთიანი ყარაბაღის ამ საკუთარი გავლენის სფეროდან თვითონ თავისთვის აწყობდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს განვასხვაოთ, იმიტომ რომ სომხეთის პოზიცია არ იყო მიმართული იმისკენ, რომ იქ მაინც და მაინც რუსეთის გავლენები ყოფილიყო. პარალელურად რუსეთის გავლენები მცირდებოდა სომხეთში და დღესაც ძალიან მკვეთრად მცირდება. ამიტომ მრავალშრიანი მომენტი არის და ჩვენ ესე ზედაპირულად ნამდვილად არ უნდა შევხედოთ იმას, რომ ერთი მხარე რუსეთის ინტერესებს ატარებდა და მეორე მხარე არა, პირიქით. თან აზერბაიჯანის ნებართვითაც მოხდა საერთოდ ამ სამშვიდობო ძალების განლაგება პრეზიდენტ ალიევის, ასე რომ აქ საუბარი ზედმეტია იმაზე, რომ ცალმხრივი ინტერესი იყო აქ მაგალითად სომხეთის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ორივე მხარეს ესმოდა და დღეს ამაზე ძალიან მღიერად საუბრობენ, რომ რუსეთი, როდესაც სადმე არის განლაგებული, გინდ ჯარით, გინდ გარკვეული გავლენის შესაძლებლობები გააჩნია, ამას იყენებს ბოროტად საკუთარი ინტერესების გატარებისთვის და სპეკულაციებისთვის, მათ შორის კონფლიქტურ რეგიონში იყენებს კონფლიქტისთვის, ანუ კონფლიქტის გაგრძელებისთვის, გახანგრძლივებისთვის. ახლა აზერბაიჯანთან დაძაბულობას ეგ ფენაც შრეც გააჩნია, თუმცა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შრე უკავშირდება ლოგისტიკურ კავშირს, რომელიც უნდა გაიხსნას აზერბაიჯანიდან ნახიჯევანში და შემდეგ უკვე თურქეთში, რომელსაც დღეის მდგომარეობით ქვია უკვე ტრიპი, ანუ ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. აზერბაიჯანი მას უწოდებს ზანგეზურის კორიდორს, თუმცა სომხეთი ძალიან მკაფიოდ და არაორ მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ამ ტერმინს, რადგანაც თვლის, რომ
აქ მიუღებელი არის როგორც პირველი ნაწილი ტერმინი ზანგეზური, რადგანაც სომხეთის მაგ რეგიონს ქვია სიუნიქი და აზერბაიჯანი მას უწოდებს ზანგეზურს, შესაბამისად სომხეთის რეგიონზე გამავალ გზას ვერ დაერქმევა ის სახელი, რომელსაც მას არქმევს აზერბაიჯანი, ბუნებრივია, საქართველოსეც რომ ყოფილიყო იგივე იქნებოდა და ზოგადად ნებისმიერ ქვეყანაზეც, ლოგიკური რამეა საკმაოდ. მეორე მხარე არის კორიდორი. მთელი დავა იყო იმაზე, რომ ეს არ უნდა იყოს კორიდორი, ანუ სომხეთი ეწინააღმდეგება იმ გაგების კორიდორი კი არა, რომელიც შუა დერეფანს რო ვუწოდებთ, ამ გაგების დერეფანს კი არა, რომელიც საერთაშორისო მარშრუტის დასახელება არის, არამედ არ უნდა იყოს ექსტრატერიტორიული გაგების დერეფანი, ანუ აზერბაიჯანს რეალურად სომხეთს უნდა კონდეს კონტროლი ამ ტერიტორიაზე და ექსტრატერიტორიული ნიშნავს, რომ კონტროლი არ ექნებოდა სომხეთს საკუთარივე ტერიტორიაზე. 9 ნოემბრის 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იქნა ხელმოწერილი რუსეთის შუამავლობით, მე-9 პუნქტში გაწერილია, რომ რუსეთის ფსბ-ს ჯარები განახორციელებენ იქ კონტროლს. სინამდვილეში ეს თავისთავად არ ნიშნავდა იმას, რომ ფსბ-ს ჯარების კონტროლთან ერთად არ იქნებოდა სომხეთის კონტროლი. თუმცა რუსეთი ბევრი წლის განმავლობაშია აცხადებდა, რომ ეს ზუსტად ამას ნიშნავს, რომ ფსბ-ს კონტროლი ნიშნავს მარტო ფსბ-ს კონტროლს და სომხეთის კონტროლს გამორიცხავს. იქედან გამომდინარე, რომ რუსეთმა პრინციპში და აზერბაიჯანმაც გადახედეს ამ შეთანხმებას, იქ ლაჩინის დერეფანი ჩაიკეტა, რომლის გარანტორი იყო აზერბაიჯანიც და რუსეთიც, რომ იარსებებდა ამ ესე იგი შეთანხმებით, იქ ცეცხლის შეწყვეტა დაირღვა, შემდეგ საერთოდ მთიანი ყარაბაღის როგორც ერთეულის რომელიც იმ საბუთში გაწერილია, არსებობა შეწყდა ეთნიკური სომხური მოსახლეობის იქედან ესე იგი გასვლა მოხდა, რომელსაც სომხეთი აფასებს როგორც ეთნიკურ წმენდას და ეს ეწინააღმდეგება სომხეთის შეფასებით ამ 9 ნოემბრის საბუთს. სომხეთი აღარ არის განპირობებული რომ მე-9 მუხლით იქ გარკვეული ესე იგი შეასრულოს მე-9 მუხლი, როდესაც საბუთი არ მოქმედებს და რუსეთი ნაწყენი აზერბაიჯანზე რატომ? იმიტომ რომ შეთანხმდნენ ვაშინგტონის შუამავლობით და 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში იქნა ხელმოწერილი ორმხრივი შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. შეერთებული შტატები როგორც დამკვირვებელი არის მესამე მხარე ჩართული აი ამ შეთანხმებებში, ასევე შეერთებულმა შტატებმა ცალკე სომხეთთან, ცალკე აზერბაიჯანთან ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებებს და შეიქმნა ტრიპის მარშრუტი, როგორც გითხარით, ტრამპის მარშრუტი, რომელიც გამორიცხავს 9 ნოემბრის შეთანხმებით მე-9 პუნქტის ფსბ-ს კონტროლს, იქ უზრუნველყოფს სომხეთის კონტროლს, შეერთებული შტატების ეკონომიკური მონაწილეობის პარალელურად. და ნაწყენი არის რუსეთი იმიტომ მათ შორის, რომ აზერბაიჯანი ამას დათანხმდა. რუსეთს ჰქონდა გათვლა, რომ აზერბაიჯანი, მათ შორის რუსეთის დახმარების სანაცვლოდაც 80% იარაღის ყარაბაღის ომში, რაც იქნა გამოყენებული, იყო რუსული წარმოშობის ახალი, ოღონდ ძველი არა. ანუ რუსეთი აწვდიდა 80%-ზე მეტ, დანარჩენ პროცენტებს აწვდიდა თურქეთი და ისრაელი. ისრაელის ძირითადი გათვლა ირანის კომპონენტი იყო, ანუ ირანისგან თავშეკავება ნებისმიერი სამხედრო ესკალაციის აზერბაიჯანის მიმართ, ეგ არის ისრაელის მთავარი ინტერესი მანდ. თურქეთის ინტერესი გასაგებია, სრულიად სხვა არის, იქ თურქეთის ინტერესები პირდაპირ ყარაბაღსაც უკავშირდებოდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომ ამ კონტექსტში ჩვენ ვხედავთ, რომ თუნდაც დსთ სამიტში, რომელიც ახლახანს გაიმართა სანქტ-პეტერბურგში, ილჰამ ალიევი არ იღებდა მონაწილეობას და ეს რეალურად დემარშის სახით გააკეთა, რადგანაც არ არის ეს გამოძიება წინ წასული და პირიქით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთმა საერთოდ საბოლოოდ თქვა, რომ გამოძიება დასრულდა. თუმცა ისე დაასრულეს გამოძიება, რომ არ არის გარკვეული ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე რეალურად და ვინ დაისჯება ამის გამო. რაც გარკვეულწილად აზერბაიჯანის საფუძვლიან ეჭვებს აღრმავებს, რომ შესაძლოა ეს მხარდაჭერილი აქტი ყოფილიყო.
ანუ ხელისუფლების მინიმუმ ხარდაჭერით ან ლოიალობით მეტის თქმა უბრალოდ არ მსურს იმ გაგებით, რომ სპეკულაციებში არ შევიდე. თვითონ აზერბაიჯანული მხარეც ძალიან ესე პირდაპირ რუსეთს ნამდვილად არ ადანაშაულებს და უბრალოდ ამბობს, რომ გამოძიებას რატო არ ატარებთ. გარდა ამისა, ეხლა რაზეც მინდა უფრო დაწვრილებით ვისაუბრო, უკავშირდება ჰაქინაზის ცნობილი აზერბაიჯანული მედია საშუალების პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომელიც პროსახელისუფლებო ზე მეტია. აზერბაიჯანში საერთოდ არსებობს ოფიციალურად სახელისუფლებო და არაოფიციალურად სახელისუფლებო მედია და ცალკე ოპოზიციური მედია. თუმცა იმ ოპოზიციური მედია ისეთი წნეხის ქვეშ არის, რომ პრაქტიკულად ვერ ფუნქციონირებს. ძალიან მცირე თუ არის საერთოდ დარჩენილი აზერბაიჯანში პრაქტიკულად არ არის და გარედან რაც არის, ღიად გასაგებია, რომ ეს ოპოზიციურია და აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან კავშირში არ არის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მინვალაზი, რომელმაც მანამდე გამოაქვეყნა ცნობილი სტატია საქართველოს მიმართაც, აი ამ რკინიგზის გადაზიდვების თემასთან დაკავშირებით, ახლა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ამბობს, რომ რუსეთის პოლიტიკა და ბოლო განცხადებები, მათ შორის გარკვეულ რუსულ სახელისუფლებო მედიაში არის ღიად ანტიაზერბაიჯანული. და კერძოდ ეს უკავშირდება იმას, რომ რუსულ მედიაში იყო განხილვა იმისა, რომ ლეზგინები ესე იგი ძალიან ცუდად ცხოვრობენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მათი უფლებები ირღვევა და ასე შემდეგ. ანუ ეს თემა და თალიშები ასევე. ლეზგინები ცხოვრობენ იცით, რომ აზერბაიჯანის ჩრდილოეთში დაღესტანთან საზღვარზე და დაღესტანშიც ძალიან ბევრი არიან ლეზგინები საერთოდ, შეიძლება ითქვას მათი სამშობლო არის დაღესტანის სამხრეთი და აზერბაიჯანის ჩრდილოეთი ტერიტორია, ანუ ისტორიული ბინადრობის ადგილი. ზოგიერთი საერთოდ აცხადებს, რომ ლეზგინები პირდაპირ კავშირში არიან ისტორიულ ალბანელებთან, ანუ კავკასიური ალბანია რომ არსებობდა, ალბანეთი, აი ამ ხალხთან და მათი შთამომავლები არიან ნაწილობრივ მაინც. ეს თემა უკვე, რა თქმა უნდა, უფრო სპეციალისტებს ეხება კონკრეტულად ამ დარგის. სამხრეთში თალიშები ცხოვრობენ ირანის საზღვართან და ირანშიც ცხოვრობენ თალიშები. და შეგვიძლია ვთქვათ, რომ თალიშების მიმართულებითაც გარკვეული ირანული გავლენა არის ზოგადად. და ირანული ეთნიკური ჯგუფი არიან თალიშები. ეს რატო არის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ აზერბაიჯანელები არიან თურქული ეთნიკური ჯგუფი და აქ არის მკაფიო განსხვავება. ხო და რუსულ მედიაში გაჩნდა ამაზე დისკუსია და მსჯელობა კონკრეტული, რომ ლეზგინების უფლებები ირღვევა ძალიან სერიოზულად, თალიშების უფლებებიც და საერთოდ რუსეთმა უნდა მეტი ყურადღება მიაქციოს აზერბაიჯანს, როცა დასრულდება მათი სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში და ეს ძალიან ნეგატიურად იქნა აღქმული აზერბაიჯანში, სადაც დაადანაშაულეს რუსეთი 2022 წლის 23 თებერვლის თუ არ ვცდები, თუ 22 თებერვლის აი უკრაინაში შეჭრამდე ერთი დღით ადრე პრაქტიკულად აზერბაიჯანმა და რუსეთმა დადეს მოკავშირეობის შესახებ შეთანხმება ძალიან ფართო, სადაც არის ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, არის რა თქმა უნდა არ ჩარევა ერთმანეთის საქმეებში და ასე შემდეგ. და აზერბაიჯანი ამას აცხადებს, რომ ეს არის დარღვევა აი ამ შეთანხმების პრაქტიკულად და ამის საპასუხოდ იწყებს ძალიან საინტერესო რიტორიკას, კერძოდ ეს რიტორიკა უკავშირდება იმას, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ლეზგინების უფლებები ირღვევა და საერთოდ დაღესტანი, ესე იგი, ისტორიული თურქული ტერიტორია არის. თვითონ დაღესტანი ტერმინი ითარგმნება, ანუ აზერბაიჯანი აცხადებს ამას ამ სტატიაშიც და ისედაც ბევრგან ისმის ეს თურქულ-აზერბაიჯანულ მედიაში, თურქულენოვან მედიაში, რომ დაღესტანი არის თურქების მიწა და ითარგმნება დაღესტანი ზოგადად რეალურად დაღარი მთა თურქულად და ნუ სტან რეალურად სპარსული, ირანული ან ინდური ტერმინი არის. აი უზბეკისტანი, თურკმენისტანი, ხო, აი როგორც არის თვითონ როგორც უწოდებენ ან რუსულად, ხო, გასაგებია რომ ქართულად უზბეკეთი და თურქმენეთია
ეს ტერმინი არ არის თურქული წარმოშობის, თუმცა დაღ ნამდვილად არის და ამ კუთხით ჩდება მათთვის ვარაუდი ასეთი, რომ ჯერ ერთი დერბენტი იყო ისტორიული აზერბაიჯანული ქალაქი, დერბენტი კიდე საკვანძო ქალაქი არის საერთოდ სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიას შორის დარუბანდი, ანუ ნიკოპსიიდან დარუბანდამდე ტყუილად კი არ იყოს სწორედ დარუბანდამდე, იმიტომ რომ დარუბანდიდან თავდება სამხრეთ კავკასია და შემდეგ იყო ჩრდილოეთ კავკასია მოდის, სადაც დარუბანდის კონტროლი უზარმაზარი სტრატეგიული წერტილი არის და მანდედან ჩრდილოეთში წასვლა ძალიან რთულია, მაგრამ თვითონ დარუბანდის კონტროლი ძალიან მარტივია. ეხლა რუსეთი აკონტროლებს და აზერბაიჯანი პრინციპში თავის ასე ვთქვათ, ამბიციურ გეგმებში ხანდახან ვიღაც ჯგუფები, ნაციონალისტური ჯგუფები იქნება ეს თუ არაოფიციალური ჯგუფები ასე შემდეგ, გარკვეულად აცხადებენ, რომ დერბენტი, დარუბანდი, ანუ ოდესღაც იყო აზერბაიჯანული ქალაქი და ასე შემდეგ. აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს მარტო დაღესტანს არ უკავშირდება და საერთოდ აზერბაიჯანში დაიწყეს საუბარი, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი თურქი ცხოვრობს, ძალიან ბევრი მუსლიმი, 20 მილიონი დაახლოებით მუსლიმი და მათ საერთოდ არ აწყობთ ის, რომ უკრაინაში მიდიან საომრად, არ აწყობთ ის, რომ რუსეთის ქვეშ არიან, რუსეთი კოლონიასავით ეპყრობა მათ იმპერიასავით და აზერბაიჯანი თუ ებრძოდა საფრანგეთს, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, სომხეთის მიმართულებით საფრანგეთს აქვს დიდი მხარდაჭერა. მარტო დიასპორის გამო არა, თავისი ინტერესებიც გააჩნია საფრანგეთს რეგიონში, მაგრამ დიასპორასაც თავისი როლი გააჩნია საფრანგეთის მიმართულებით. ბოლოს და ბოლოს მეორე უმსხვილესი და მესამე ან შეიძლება ითქვას, შეერთებული შტატები, რუსეთი და საფრანგეთი სამი უმსხვილესი დიასპორა არის სომხური ამ ქვეყნებში. და აზერბაიჯანი ებრძოდა საფრანგეთს გარკვეულ კუნძულებზე, ესე იგი წყნარ ოკეანეში, სადაც მშვიდობას სამოქალაქო მშვიდობას არღვევდა გარკვეულწილად აზერბაიჯანი თავისი ეფექტური ქმედებებით ფინანსური მათ შორის, რაც გულისხმობ, რომ ამ გარკვეულ სეპარატისტულ მოძრაობებში დებდა თანხებს და ამას სომხეთის მხარდაჭერას აბრალებდა, რომ აი საფრანგეთი რადგან მხარს უჭერს სომხეთს, ამის გამო მე მხარს ვუჭერ ჭყალებში დაჩაგრულ კუნძულებს, რომლებიც ფრანგული იმპერიის მათი სიტყვები არის უბრალოდ აღწე იმპერიის ნაწილი არიან და ასე შემდეგ. ეხლა აცხადებს ამ სტატიაში, რომ საფრანგეთის, აი როგორც საფრანგეთს ვებრძვითო, ეგრე დავიწყებთ ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ, თუ რუსეთი არ შეცვლის თავის დამოუკიდებლობას, ესე იგი ჩვენსადმი. რა თქმა უნდა, ეს ეხლა გამომდინარეობს იქედან, რა დინამიკა არის, ხო? ივნისში მოხდა ხელმოწერა თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო შეთანხმების, რომელიც უზრუნველყოფს ორმხრივ უსაფრთხოების გარანტიებს. ანუ თავდასხმა აზერბაიჯანზე ნიშნავს თავდასხმას თურქეთზე, თავდასხმა თურქეთზე ნიშნავს თავდასხმას აზერბაიჯანზე. ანუ ნატოს მეხუთე მუხლი, ოღონდ თურქულ-აზერბაიჯანული მარტო, ეს უკვე ჩამოაყალიბეს და 2 დღის წინ აზერბაიჯანულმა პარლამენტმა, ანუ ამის რატიფიცირება მოახდინა საბოლოოდ, ანუ მიიღო ეს შეთანხმება. გარდა ამისა, ბოლო აღლუმზე ჩვენ ვნახეთ, რომ აზერბაიჯანს აქვს სერიოზული შეიარაღება ნაყიდი თურქეთიდან და ისრაელიდან და ძირითადად ეს არის ესე იგი ნავების წინააღმდეგ, ანუ ძირითადი მიმართულება უკავშირდება კასპიის ზღვის უსაფრთხოებას, მათი ნავსადგურების უსაფრთხოებას და რუსეთიდან და ირანიდან სავარაუდოდ ზღვაზე არსებული რისკების, ანუ კასპიის ზღვაზე, ტბაზე არსებული რისკების შემცირებას, იმიტომ რომ თუნდაც ვუსმენდი აზერბაიჯანულ ერთ-ერთ პოლიტიკოს, რასიმ მუსაბეკოვს, რომელიც საუბრობდა იმაზე, რომ 100 წლის წინ რუსეთი შევიდა აზერბაიჯანში, ბაქოში, ესე იგი თავისი სამხედრო გემებით მოვიდა ბაქომდე და აგერ დაგვაყენა ფაქტის წინაშე და ახლა უკვე გვაქვს გემების წინააღმდეგ სპეციალური ესეთი შეიარაღება, მოკლედ, რომელიც ჭურვების ნაირსახეობითაც არის და ასე შემდეგ და დაიცავს აზერბაიჯანის ქალაქს, ბაქოს ამ შემთხვევაში და საერთოდ ნაპირს თუ რუსეთი ან ირანი არ ითქვა, მაგრამ იგულისხმებოდა, იმიტომ რომ დანარჩენი ყაზახეთი და თურქმენეთი მათთვის მოკავშირეებიც არიან და ეთნიკურად თურქებიც არიან ცალკე თემა. ამიტომ ამ კონტექსტში უნდა აუცილებლად აღინიშნოს, რომ ეს მუქარა
გამომდინარეობს თურქეთთან სამხედრო შეთანხმებიდან, გამომდინარეობს თურქული ინტეგრაციული პროცესებიდან, როგორიც არის თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია, თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, გამომდინარეობს პრინციპში იქედან, რომ რუსეთი გარკვეულწილად ემუქრება ასევე აზერბაიჯანსაც და საქართველოს მიმართულებით რა ვითარება არის, მგონი ჩვენი შიდა პოლიტიკური პროცესები ძალიან კარგად გვაჩვენებს ამას, თუმცა ამაზე ჩვენს რა თქმა უნდა ვისაუბრებთ. შესაბამისად, რუსეთი არამხოლოდ უკრაინას ემუქრება, პოტენციურად მოლდოვას, ბელარუსი უკვე აქვს პრაქტიკულად დაპყრობილი, ემუქრება რა თქმა უნდა საქართველოს და რა დოზით აქვს დაპყრობილი, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, აზრთა სხვადასხვაობა არის აქ. 20% რომ ოკუპირებული აქვს, ეს არის ფაქტი, მაგრამ დანარჩენ 80%-ში რა ხდება, ეს ამაზე ყველანი ერთად როგორც მოქალაქეები სამოქალაქო პოზიციით ვსაუბრობთ. აზერბაიჯანსაც ასე ემუქრება, სომხეთს სხვადასხვა მხრივ ასევე ემუქრება, თუმცა საზღვარი არ აქვს, როგორც მოლდოვასთან და იქ ყაზახეთზე მუქარები ისმის ხოლმე. ასე რომ რუსეთი მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში გამოირჩევა მუქარებით, მათ შორის ბალტიისპირეთის მიმართულებითაც ზოგადად და ეს საბჭოთა კავშირის აღდგენის გარკვეული მცდელობა. ეს ძალიან კარგად ესმით ახლა აზერბაიჯანში და ცენტრალურ აზიაში, სომხეთში ძალიან კარგად ესმით და ამიტომ გარკვეული ახლა პროცესები მიდის თანამშრომლობის ამ მიმართულებით. თუმცა მე მინდოდა მეჩვენები და ეს ძალიან საინტერესო განვითარება, რომელიც ჩემი აზრით ასევე არც თუ ისე ფართოდ შუქდება ჩვენს მედია სივრცეში. კითხვების არსებობის შემთხვევაში კომენტარებში დაწერეთ, განვიხილოთ, შეგვიძლია უფრო დეტალური შემდეგში ანალიზიც მოვამზადოთ ამ თემაზე და გავაგრძელოთ დისკუსია ასევე სხვა მნიშვნელოვან თემებზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, შეხვდებით შემდეგ გადაცემაში.